გასროლა დემოკრატიაზე დაუნდობელი ნაბიჯი, რათა ჩაახშონ თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება, მომავლის მკვლელობა, სრული ჰეგემონიის დამყარება საზოგადოებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შეფასებების, რაც აი ამ ორი დღის განმავლობაში გუშინ საღამოდან მოყოლებული ამ ცვლილებთან მიმართებაში ისმის. აი თქვენი აზრით რატომ ჩათვალა ისედაც ხისტი პოლიტიკის გამტარებელმა ქართულმა ოცნებამ, რომ კიდევ უფრო შორს წასვლა და საზოგადოებასთან მეტი სიხისტის გამოჩენა ასაჩა. იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად შეეშინდა და მათ სხვა ინსტრუმენტი საზოგადოებაზე ზემოქმედების დარწმუნების უკვე თავიდან ბოლომდე ამოწურეს. მადლობა ღმერთს, რომ ამოწურეს 13 წლის განმავლობაში, ბოლო წლები არ ითვლება, უბრალოდ ატყუებდნენ ქართულ საზოგადოებას და ამითი ადვილად გადიოდნენ ფსონს. და სადღაც 11-12 წელიწადი 9 წლის გინებით იყვნენ დაკავებულები. ახლაც რაღაცა ინერციით გრძელდება, თუმცა ეხლა შედარებით ნაკლებად, იმიტომ რომ ყველაფერს გაუვიდა თავისი ყავრი და ახლა ვეღარ ატყუებენ ისე საზოგადოებას, როგორც ადრე წინა წლებში ატყუებდნენ და ამიტომ უკვე სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, შეშინებულები არიან, იციან რომ ხელისუფლებას კარგავენ და აუცილებლად აკარგავენ და აი მივიდნენ ისეთ დრაკონულ კანონამდე, რომელიც რუსეთშიც კი არ არის, რომ აი პირდაპირ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას უგზავნენ, ხო ჯერ ჩვენს ემიგრაციას აუგზავნეს პრაქტიკულად არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომ უთხრეს, რომ მაგ თუ ხარ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებ, აუცილებლად უნდა 1000-ობით ევრო თუ დოლარი დახარჯო და ჩამოხვიდე საქართველოში, მოწყდე შენ სამსახურს და ასე შემდეგ, თუ და უმეტესობა სამწუხაროდ არალეგალია კარგად იციან რომ ვერ ჩამოვლენ, შესაბამისად ვერც ისინი ჩამოვლენ, ვინც არალეგალები არიან, ვერც ისინი ჩამოვლენ, ვინც სამსახურში არიან, ვერც ისინი ჩამოვლენ, ვისაც არ აქვს იმ ხელისმომსავალი, რომ 1000-ები გადაიხადოს მგზავრობაში. ხო, ანუ ფაქტიურად გაუქმეს ამ ადამიანებს მოქალაქეობა და მოქალაქის უფლება. ახლა ადამიანებს ეუბნებიან, რომ შენ თუ ხარ მეწარმე, არ გაქვს უფლება პოლიტიკაზე ილაპარაკო. პოლიტიკაზე ხმის ამოღების უფლება არ აქვს და თურმე პოლიტიკაზე ხმის ამოღება ყოფილა პოლიტიკოსობა. პოლიტიკოსობა არ არის პოლიტიკაზე ხმის ამოღების უფლება. იქ აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. შეუძლია თქვას განათლებაზე რას ფიქრობს, ჯანდაცვაზე რას ფიქრობს და ნებისმიერ რა ვიცი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე რას ფიქრობს და ნებისმიერ საკითხზე რას ფიქრობს, კორუფციასთან ბრძოლაზე რას ფიქრობს. ეს არის პოლიტიკა, აბა აპოლიტიკური და პოლიტიკიდან მოწყვეტილი ადამიანი არის აბსოლუტურად არა ეფექტიანი მოქალაქე. უშუალოდ ფინანსებს რაც შეეხება ამ თემაზეც მინდა ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ოპოზიციურ სპექტრს, არასამთავრობო სექტორს და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას ისედაც ბევრი პრობლემა უნდა ჰქონდეს, მათ შორის ფინანსური და სხვა შორის, როცა ფინანსებს ეხება საქმე, დღეს ჩვენს გადაცემაში თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა, იმდენი ფული, რამდენიც ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორშია, რომეო მიქაუტაძის მეუღლის დაბადების დღის გადახდას არ ეყოფა, პარტიები ხელფასებს ვერ იხდიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კი ვეღარ დადიან სამსახურშიო. ივანიშვილს 50,000 ლარის ეშინიაო, ესეც აი ჩვენი სტუმრის შეფასება. თუ კი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის რესურსს შევხედავთ, მართლაც რა არის ქართული ოცნებისთვის საშიში? აქ ხო მარტო პარტიებს არ ებრძვიან, აი უკვე მაგიტო გითხარით, პარტიებზეც კი არ დამიწყია საუბარი, რომელიც თავის მხრივ დანაშაული და ანტიკონსტიტუციურია. არამედ რიგით მოქალაქეებს რო უკრძალავენ სიტყვის თქმას. აი ეს თქვი. და ასევე ადამიანი თუ მაგალითად ემიგრანტი ყავს ახლობელი, ნათესავი, დედა, მამა, რა ვიცი, ძმა, მეუღლე და იქიდან გამოაგზავნის ფულს და მიიღებს იგი, მერე თურმე მას არ შეუძლია რომ რაღაც პოლიტიკური საქმიანობა აწარმოოს ან რაღაც პოლიტიკური განცხადება გააკეთოს. წარმოგიდგენიათ რა სადმევით. ასეთი რაღაცა რუსეთშიც კი არ არის. აი მართლა თურქმენბაში შეშურდებოდა ამათი თავხედობა და ამათი გარეწობა და ამათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა და ლუკაშენკოს და კადიროვს. აი ამ დონეზე არიან ესენი. ხამასის დონეზე არიან. ხო და ეს რა თქმა უნდა ასე არ შერჩებათ, იმიტომ რომ ქართული ხალხი არ არის არც რაღაცა ბელორუსი, არც თურქმენეთი და არც სხვა ტრადიციების მქონე. ქართულმა ხალხმა მით უმეტეს პრეზიდენტ სააკაშვილის განსაკუთრებით პერიოდში, ჯერ კიდევ დაწყებული პრეზიდენტ გამსახურდიადან, ხო, მოყოლებული
ნახა რა არის თავისუფლება. ჯერ ესეთი იბრძოლა ამ თავისუფლებისთვის. სხვა ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას კი არ უბრძოლია, ხო? ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა და საქართველოს იბრძოლეს და ის სხვებმა რომ მიიღეს დამოუკიდებლობა ფეშქეშად. ჩვენ ვიბრძოლეთ ამისთვის და სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, მანამდე გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. და 9 აპრილის შემთხვევით კი არ მომხდარა. იმხელა ტანკებს დაუპირისპირდით და იმხელა ჯავშან ტექნიკას და იმხელა არმიას და ქართველი ხალხი შიშველი ხელებით გვაქვს ჩვენის კადრები, ხო? სხვადასხვა ზემზარია, ჯგერენაია, ის მორს რო უთყამს ბეტერს. ჩვეულებრივი ამბავი კი არ არის. ეს ის იმის გამოვლინებაა, რომ ქართველი ხალხი თავისი თავისუფლებისთვის სიცოცხლეს გაწირავს და ჯანმრთელობას გაწირავს და ასე ვართ ჩვენ ქართველები. ამიტომ გადავრჩით. ამიტომ გვაქვს 3000 წლოვანი ისტორია ჩვენი სახელმწიფოებრიობის. და ამიტომ ვამაყობთ იმ მეფეებით, რომელსაც არც ერთ ომი არ უნდოდა. მაგრამ ყველა მიომა საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს გადარჩენისთვის. რო არ ეომათ საქართველოს არ მოვიდოდა დღემდე და ვინმეს ომი კი არ უნდოდა. და აი ამ ნაძირლების, ამ მოღალატეების პროპაგანდა კი იმაზეა, რომ თურმე ვიღაცა საქართველოში უნდა ომი, თურმე ჩვენს თავარ მეგობრებს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებსაც ფულის ხარჯვის მეტი ამ ქვეყანაში, ჩვენი დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მეტი, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის ხარდაჭერის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ. ჩვენ განათლების სფეროში დახმარება, ჯანდაცვის სფეროში დახმარება, აი მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით დავამარცხეთ ჰეპატიტი, ხო? ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დაიწყო ეს პროგრამა, ხო? ეს რა დაგვავიწყდა და ევროკავშირიდან ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა დასავლეთის სახელმწიფოების გამო არის არაღიარების პოლიტიკა. აი დღეს გქონდა ჩვენ კონგრესის ამ თემაზე აუცილებლად დაგისვამთ. ზუსტად ამაზე საუბრობოდით, რომ კიდევ ერთხელ თხოვეთ, ამ მოღალატეებს კი არ უთხოვია. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ახლა რადგან სუსხვა სიტუაცია სირიასა და ვენესუელაში გთხოვთ ამ მთავრობებზე განახორციელოთ შესაბამისი ზეწოლა, რომ მათ აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული აღიარება.